ირანსა და ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ხსენებულ ქვეყნებში მოქმედი საქართველოს საელჩოების სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საელჩოებს და მათ ცხელი ხაზის ნომრებს უზიარებენ. ამასთან, როგორც ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით. მომსახურება ავტომატურია და მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის, წერია დოკუმენტში. ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი X-ზე წერს, თეირანს ტორნადომ გადაუარა, ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და იშლება, მათ შორის მაუწყებლობის ორგანო და ძალიან მალე სხვა სამიზნე ობიექტები, ხოლო მოსახლეობა გარბის. ასე ეცემა დიქტატურები, წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ცნობისთვის დღეს გამთენიისას ისრაელმა 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა, აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. მის მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ. ღირსეული ჰაიდერის სახელით ბრძოლა იწყება, წერს აიათოლა ალი ხამენეი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. დილით 1 საათის განმავლობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 2 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ცენტრალურ ისრაელში სირენების ხმა გაისმა. აფეთქებები იყო თელ-ავივში, მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ირანზე ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმას. ტრამპი ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე წერს, რომ იციან სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი, თუმცა ამ ეტაპზე მისი ლიკვიდაცია არ იგეგმება. ჩვენი მოთმინება იწურება, წერს ტრამპი და ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდებს. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ფსიქოთერაპიის ოთახში, სადაც ძირითადად მუშაობ ფსიქოსოციალური უნარების განვითარებაზე. ძირითადად ფსიქოთერაპია ბავშვებში ანვითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა სოციალური უნარების განვითარება, ფსიქოლოგიური უნარების განვითარება, კოგნიტური, აკადემიური, რთული ქცევის მართვა, კოგნიტური უნარები, როგორიცაა ხმაყურას ბღება, მეხსიერება, აზროვნება. ჩვენ ბავშვებთან მუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. უშუალოდ რა საჭიროებები აქვს ბავშვს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მის ინტერესებს. გარდა ფსიქოთერაპიისა, ორიონში გვაქვს სხვადასხვა თერაპიები, როგორიცაა პოლისენსორული თერაპია, ფიზიოთერაპია, ხელის თერაპია, კიბერთვალი, მუსიკოთერაპია და ეს თერაპიები კომპლექსურად მუშაობენ ბავშვებთან, რათა განავითარონ ბავშვებში ბიოფსიქოსოციალური უნარები და გაუმარტივონ ცხოვრების ხარისხი. ეს პოლისენსორული თერაპიის კაბინეტი. პოლისენსორული თერაპიის კაბინეტში ფსიქოლოგი მუშაობს სხვადასხვა სენსორული სტიმულების გასააქტიურებლად. მუდმივად აკვირდება ბავშვს, მის ქცევას და რეაქციის შესაბამისად ცვლის სტიმულებს. პოლისენსორული თერაპია არის მრავალპროფილური თერაპიის მეთოდი, რომელიც მოიცავს შეგრძნებებს, როგორიცაა მხედველობა, ყნოსვა, სმენა, შეხება და გემოვნება. ასევე საყურადღებოა მისი მნიშვნელობა დამშვიდებისთვის, რელაქსაციისთვის და სამყაროს უკეთ შესაცნობად. პროგრამა ინდივიდუალურად დგება თითოეული ბავშვისთვის, მისი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ვრცელდება თერაპიული პროცესი 20-25 წუთის განმავლობაში, კვირაში 2 დღე, ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები ორკაციან ჯგუფში. ეს არის ინტერაქტიული დაფა, სადაც ხდება უკვე ნასწავლი მიზნების განზოგადება და ძირითადად უვითარებს ბავშვებს იმ უნარებს, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის მისთვის მნიშვნელოვანია. ციფრები ჩამოთვალეს, იქ რაოდენობა აჩვენეს, აქ მოვედით, მერე უკვე და ნატიფი მოტორული უნარები გამოვიყენეთ, რომ ფანქარი დავიჭირეთ ხელში და მოვხაზეს ერთიანი, ორიანი, სამიანი. ასევე ავითარებს კოგნიტურ უნარებს და თვალისა და ხელის კოორდინაციას, შეთანხმებულ მოძრაობას. ეს არის ინტერაქტიული იატაკი, ყველასთვის ყველაზე სახალისო აქტივობა. აქ არის ძირითადად თამაშით სწავლება.
არის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი თამაშები და აქ ვიყენებთ ისეთი უნარების განსაკუთრებულად როგორც კოგნიტური უნარები, აკადემიური უნარები, ფუნქციური უნარები, სოციალური უნარები. ბავშვები სწავლობენ რიგის დაცვას, გაცვლას, განაწილებას და სივრცეში ორიენტაციას. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ფიზიოთერაპიის კაბინეტში. ფიზიოთერაპია მიზნად ისახავს ადამიანის მოძრაობის გაუმჯობესებას, ასევე ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აღდგენას ან შენარჩუნებას. ფიზიოთერაპია და სენსორული ინტეგრაცია ერთმანეთთან არიან მჭიდრო კავშირში. განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებსაც აქვთ განვითარების შეფერხება, აუტიზმი, ცერებრალური დამბლა და სხვა ნეირომოტორული სირთულეები. სენსორული ინტეგრაცია და ფიზიოთერაპია ერთად არის მეტად ეფექტური, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ სენსორულ სტიმულებს. აქ გვაქვს საქანელა პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ვესტიბულური სტიმულაციისათვის, ასევე სმენით მოტორული კოორდინაციისათვის, ჰორიზონტალური თოკის და გორიალას დუეტი ერთად ძალიან კარგი საშუალება არის კოორდინაციისა და წონასწორობის სავარჯიშოდ. გვაქვს საწური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ღრმა შეგრძნებების სტიმულაციისათვის, გორგოლაჭებს შორის გაძრომა ბავშვისთვის იწვევს ღრმა შეგრძნებას და ასტიმულირებს შეხებას. ასევე გვაქვს კასრი, რომელიც კარგი საშუალება არის ასევე წონასწორობის სავარჯიშოდ, სხეულის პოზიციისათვის, თვალებისა და თავის მოძრაობის იზოლირებისათვის, ასტიმულირებს პროპრიოცეპტულ, ვესტიბულურ ხედველობით და შეხებით სისტემებს. ორიანში ბევრი შესაძლებლობებია იმისათვის, რომ ბავშვების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ჩემთვის დღევანდელი დღის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ ეს საუბარია დღეს ვეტერანების მხარდაჭერაზე, მათი სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფაზე და მეორეს მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს იმდენად, რამდენადაც საუბარია ჯანდაცვის მიმართულებით სერვისებით უზრუნველყოფაზე, ამ თვალსაზრისით სახელმწიფო დაწესებულების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. მობილური ამბულატორია, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო აპარატურით, რომ ნებისმიერი ავტონომიურად შეძლოს ჩვენი ვეტერანების და მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობის samedicino uzrunvelყოფა. Gürcistan'da da 1994 yılından bugüne kadar eğitimden tarıma, sağlık projeleri, kültür projeleri bütün alanlarda projeler gerçekleştiriyoruz. Bugün de burada özellikle daha önce de birçok proje gerçekleştirdiğimiz Gazi İşleri Müdürlüğü'nde mobil teknik cihazlarla donatılmış mobil kliniğimizi takdim ettik. Sayın Bakan Bey'in ქალაქის მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებლის 97 კორპუსში, აქ ამ პატარა აივანზე სულ გაზაფხულია. მისი თვალის მომჭრელი სილამაზე მნახველების მუდმივ აღფრთოვანებას იწვევს. აივნის ყვავილებით გამწვანება 3 წლის წინ დაიწყო. ნინო სილაქაძე ამ მცირეფართის ათვისებას კედლისა და გადასაკიდებელი სპეციალური ქოთნების საშუალებით შეეცადა და მაქსიმალური შედეგიც მიიღო. მის აივანზე მოყვავილე ბალბების ბაღი ჩაუქრობელ სილამაზეს ქმნის. ეს არის 3 წლიანი. მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ეს გადაახლებულია, ახლა გავაახლე და არის 3 წლიანი ყვავილები, რომელსაც ყოველდღე ვეფერები და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებული ახლა მოვლა პატრონობა, ამას ისეთი არაფერი აჭირდება, მთავარია წყალი არ უნდა მოაკრდეს. თითქმის ყოველ მეორე დღეს უნდა მორწო. მანქანებსაც აჩერებენ, რომ უყურებენ. ხობოდან მიწახის მომიტეხე გადმომიგდე ტოტი, არავის არ ვაწყვეტიებ გულს. შეძლებს ზაგვარად. ხალხი მარტო იქედან არა. აი ბაზარშიდაც რო ვინმე შეხვდება, ქუჩაშიდაც რო ვინმე შეხვდება, მეუბნება, აი შენი აივანი მესამე სართულზე რო ცხოვრობ, უკვე ამით ვცნობე, რომ მესამე სართულზე ცხოვრობ ამ ყვავილებით. ძალიან კმაყოფილები არიან, რა ვიცი. ყველას მოწონს ჩემი აივანი. მაგრამ ზერთადად მაინც ბალბებია. რო ყვავილოვანია, სულ ყვავა. ეს დაზამთრებამდე სულ ყვავა და რა ვიცი, ამას გავაკეთე არჩევანი. თუმცა ვარდებიც შეურიე ცოტა. აი დილით რო ავდგები უკვე დავიწყებ წლის დასმას, თან ვეფერები, ყველა სათითაოდ. ძალიან მომწონს, ძალიან, რა ვიცი. შევთვის სასიამოვნოა. სხვისთვის რა ვიცი. არც ვასხამ მარტო და კი მეუბნებიან რომ ჩვენ ვასხამ წყალს, მაგრამ ასე არ ყვავაო, მაგრამ არ ვიცი.
ადგილმდებარეობა, ახლა ამას სულ მზე არ ადგება. ამას მოbrunებული მზე უფრო ადგება და არ ვიცი, მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, მარტო წყალს კი ვასხამ ყოველ მეორე დღეს. გაზაფხულზე ერთხელ მივეცი, აი ეს სასუქი რომ არის. ლიტრაზე 1 ჩაის კოვზი უნდა. აი ის მივეცი და всё. მის შემდეგ წყალი ყოველ მეორე დღეს. თუ ესე მზიანი ამიდებია და წვიმიანში არ საჭიროებს ყოველ მეორე დღეს. კორპუსის მესამე სართულზე შექმნილი სილამაზის შემოქმედს, როგორც თავად გვეუბნება, ამ აივანზე სრულად კომფორტული ზონა აქვს. დარწმუნებულია, რომ ეს გატაცება გადამდებია და სურვილით შესაბამისი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფერადი აივანი და ეზო ჰქონდეთ ზესტაფონში. გაალამაზონ ყველამ თავისი აივნები, რომ ჩვენი ქალაქიც ლამაზი გამოჩნდეს. ყველას ურჩევ. ცოტა რომ მქონდეს კიდე სიცე უფრო ლამაზი მექნება ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი. რაშიდაც ვარ, ამასიდაც მაყოფილი ვარ.